მარხვის პერიოდი საკმაოდ რთული არის ჩვენი ორგანიზმისათვის, ვინაიდან ფაქტურად იცვლება სრულად ჩვენი კვების რაციონი და საკვები რაციონიდან ამოდის ძირითადი კომპონენტები, ანუ ცილოვანი კომპონენტები, რომელიც არის ხორცი, პროდუქტები, კვერცხი და ასე შემდეგ და რაციონში უფრო მეტად შემოდის ისეთი პროდუქტები, რომელიც მდიდარი არის. ნახშირწყლებით ეს გახლავთ ძირითადად ცომეული, კარტოფილი, მაკარონი და სხვადასხვა ტიპის, ესე ვთქვათ, დამატკბობლები ხშირ შემთხვევაში. სწორედ ეს რაციონი გარკვეულწილად ცვლის ჩვენ კუჭა-წყლავის ტრაქტში არსებულ მიკროფლორას, ანუ იმ დადებით ბაქტერიებს, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენ ორგანიზმში გამართულ მუშაობას, როგორც იმუნური სისტემის, ასევე მოქმედებს ჩვენ ფსიქოემოციურ სტატუსზე. აქედან გამომდინარე, ეს ცვლის ჩვენ სრულ, ესე ვთქვათ, მდგომარეობას. ხშირ შემთხვევაში ამას მოსდევს თან ისეთი ჩივილები, როგორიც არის შებერილობა, აბზობისკენ მიდრეკილება, სიმძიმის მომენტები მუცლისღრუს არეში და დისკომფორტი, რაც რა თქმა უნდა მოქმედებს ჩვენ ზოგად მდგომარეობაზე. ამიტომაც მნიშვნელოვანი არის ამ დროს ჩვენ ორგანიზმს მივაწოდოთ ჩვენთვის დადებითი ბაქტერიები, რომელიც უპირატესად გვხვდება ხოლმე ცილოვან პროდუქტებში და რადგანაც ამარხვის პერიოდში სწორედ რომ ცილები არის შეზღუდული, ჩვენ გვიწევს გამოვიყენოთ რიგ შემთხვევებში საკვები დანამატის სახით მიკროფლორა და ამ დროს ვიყენებთ ძალიან ხშირად ბიოპრონ 9 პრემიუმს, რომელიც მდიდარი არის 10 მილიარდზე მეტი მიკრობაქტერიით, რომელიც შეიცავს დაახლოებით 9 შტამს, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ იმ პერიოდში გაუმჯობესებას მდგომარეობის, არამედ ნაწლავში გამრავლებას, რაც საბოლოო ჯამში ჩვენ დადებით ბაქტერიებზე მოქმედებს დადებითად.